მოგესალმებით. ორთვიანი პაუზის შემდეგ ბრუნდები. ზუსტად ვიცოდი, რომ ესეთი რაღაც მოხდებოდა, ვიცოდი, რომ აი ყოველთვის ხომ უნდა ყოფილიყო ვლოგები. ვიცოდი, რომ დასასრული ექნებოდა მალე. მინიმუმ პაუზა ექნებოდა მალე დიდხნიანი. და 2 თვის მერე ქონდა მართლა. და ის დაბრუნება არ არის. არანაირ კომიტმენტს არ ვაკეთებ, რომ გავაგრძელებ ამის მერე წამდგენა არ მაქვს რა მოხდება. საერთოდ არ ვიცი ეს რასაც ახლა ვიღებ, ან საერთოდ დღეს რასაც გადავიღებ, ვლოგად შეიკრება თუ არა და დაიდება თუ არა. ერთი ის ვიცი, რომ არ გავაპიარებ თუ რამე სასწაული არ მოხდება. გავაპიარებ, ანუ არ გავავრცელებ და ვინც ნახავს. ხო. რა ხდება დღეს? საერთოდ სად ვიყავი? რა მოხდა? ძალიან არ ვიცი, უცნაური 2 თვე იყო. საერთოდ რატომაც აღარ გავაგრძელე ვლოგების გადაღება, იყო ის, რომ ცხოვრება გართულდა, უბრალოდ ეგეთი პერიოდი დაემთხვა. ბევრი საქმე იყო, ცოტა ენერგია იყო, ძალიან ცოტა დრო იყო. და შესაბამისად უბრალოდ, რა ვიცი, ამ ზაფხულში მართლა არაფერი არ გამიკეთებია. არცად მე არ წავსულ, არცად მე არ დამისვენია. მაგრამ ამ თვეში გავაკეთე რაღაც ძალიან bold. რაც იყო ის, რომ გავყიდე მანქანა და ვიყიდე მოტოციკლი. და შემდეგ ამ აგვისტოში მე უნდა ამეყო შვებულება სამსახურიდან და უნდა წავსულიყავი სადმე. უნდა გამეკეთებინა რამე. უნდა წავსულიყავი მოტოთი. და ერთშვენიერ დღესაც ერთ-ერთ ბოლო დღეს, როცა მე სამსახურში უნდა წავსულიყავი და მაგის მერე უკვე შვებულება უნდა ამეყო. მე მოვხდი ავარიაში. ავარიის დეტალებით არ შეგაწუხებთ, მაგრამ 13 აგვისტოს დილით ტრასაზე არც ისე low speed ავარიაში მოვხდი და მოვიტეხე ფეხის თითი. დავიზიანე მხარი. ფინანსური დარტყმა უფრო ძლიერი იყო, ვიდრე ის დარტყმა, რომელიც ავარიისას მივიღე. აი 10 ჯერ უფრო ძლიერი დარტყმა იყო ფინანსური. მაგრამ აქ ვართ. ეს ზაფხული იყო ერთ-ერთი ყველაზე საშინელი ზაფხული ჩემს ცხოვრებაში. ამ ზაფხულმა ეხლა არის 2 სექტემბერი, მომიყვანა იმ დონემდე, რომ აბსოლუტურ პარალიზში ვარ. ეხლა კიდე არ ამიშავს. აი ამ კონკრეტულ მომენტში. მაგრამ აბსოლუტურად ვერაფერში ვერ პოვლობ ხალის. აბსოლუტურად ვერაფერში ვერ პოვლობ ხალის, არაფრის კეთება არ მინდა საერთოდ. და აი ფუნდამენტურ დონეზე ეგრე არის. ის კამზე თუ ზივარ და ერთი ხელით თქვათ ესე მიდევს, მეორე ხელით თუ ისე მიდევს, ფეხი ერთი თუ გაშლილი მაქვს, მეორე თუ მოკეცილი მაქვს. რაღაც, ანუ განა იმაზე ვსაუბრობთ, რომ მანდ მე რამე გაწყვეტილა მივიღო, რომ მოდი ახლა ავდგე და საქმე გავაკეთო. მოდი ახლა მე ავდგე და გავერთო რამენაირად მეგობრები ვნახო ასე შემდეგ. არა, აი ისეთ პატარა გაწყვეტილებაზე როგორც არის, რომ აი ეს ხელი ახლა მე ავიღო და აქედან გადმოვიდო აქეთ.
ან უბრალოდ ავდგე და წავიდე და ლოგინში დავწვე. ეგეთი გადაწყვეტილების მიღებაც ხდება ხშირად შეუძლებელი, იმიტომ რომ აი ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც ცვლილება იქნება რამენაირად ჩემს მდგომარეობაში, არის ერთნაირად უაზრო და ერთნაირად არ მაქვს მაგისთვის мотивация. არც ერთი გადაწყვეტილებისთვის, ხო? ყველაზე ცუდი ნაწილი ის არის, რომ მაგას გამოსწორება არ ელის გარდა იმისა, რომ ბევრი საქმე დამიგროვდება და უბრალოდ სხვა გზა არ მექნება მომიწევს რომ რაღაც push through უკნა და ხო დავაძალო საკუთარ თავს რომ რაღაც საქმეები გავაკეთო. ხო და ნუ 2 სექტემბერია ხვალ ჩემბიულედი მთავრდება, ზეგ უკვე სამსახურში ვიქნები. და იქიდან გამომდინარე რომ მე არაფერი არ გამიკეთებია და ვერანაირად ვერ დავისვენე და პირიქით ერთ-ერთ ყველაზე ცუდ მდგომარეობაში ვარ ადამიანურად, რაშიც ყოფილ ვარ და შეიძლება უარესი მეუდებოდეს. ობიექტურად ცუდი რაღაცები მეუდება. მინდა რომ რაღაც გავაკეთო. სანამ მაგის мотивация მაქვს რომ რაღაც გავაკეთო, ან შეიძლება მაგის мотивация ხა მაინც და მაინც არ მაქვს და ვიგრძნობ საკუთარ თავში მაგის мотивациას, მაგრამ ხვდები რომ რაღაც უნდა გავაკეთო და თუ რაღაც გავაკეთებ, უნდა გავაკეთო რაღაც დიდი. მაგის დიდი мотивация არ მაქვს რომ ეს გავაკეთო, მაგრამ ვიცი რომ ადრე მინდოდა. და ვბეთავ რომ შეიძლება რამენაირად დამეხმაროს ეს ტრიპი, რომელიც იქნება მოტოთი ასვლა ყაზბეგში. და ზუსტად ეგ იქნება ეს ვლოგი. თუ ვლოგად ავკინძავ საბოლოოდ არ ვიცი რამდენად საინტერესო იქნება, უბრალოდ ვლოგის ფორმატს თუ მივცემ, ჩემთვის мотивация იქნება იმისთვის, რომ არ დამავიწყდეს კამერა ისევ დავამაგრო საკუთარ ჩაფხუტზე და იქნება რამე საინტერესო დავიჭირო. ასევე ალბათ დიდი ვლოგი არ იქნება. არც საინტერესო ვლოგი იქნება, არც დიდი ვლოგი იქნება. უბრალოდ ჩემთვის ვაკეთებ დედას ვიცავარ. მედია უშველის რამეს. ანუ ეს იყო სრულიად გაწმენდილი. რამდენი წელი ეს უკვე ორჯერ გავწმინდა გზაში. წინა კამერა გაფუჭებული მაქვს. აზრზე არ ვარ, ხო არას ხედავთ. ეგრეთ წოდებულ რუსეთ საქართველოს მეგობრობის მონუმენტამდე ამოვაღწია მოდოთ. ხო, ამას ვიზავთ, მაგრამ ამის ფული არ მაქვს. სამწუხაროდ. ხო,
ხო, არც ის ვიცი, ჩემი თმები როგორ გამოიყურება. იმიტომ რომ ამას რო ვიხდი, ჩაფუც რო ვიხდი, უფრო მეტად აი ბალაკლავას რო ვიხდი. საშინელება ემართება თმას. ძალიან კაი რაიდი იყო აქამდე. ანუ რთული მონაკვეთები რა, მიხოლ-მოხოლი მონაკვეთები ძალიან და ხელად უნდა იყო რა, მაგრამ თუ ყველაფერი კარგად გამოდის, ასწორებს. კაია. ეს გენერატორი რო არ გქონდეს, მაგარი იქნებოდა. სიჩუმეც. აუ რა იდიოტები არიან, ტიპები ვენდინგი დადგეს აქ. What the fuck, კაი რა იმენა. კამერა დამიჯდა ზუსტად ბოლოს. სადღაც გავჩერდი. იმედია აქ რამატაინებენ. და კირგეტისკენ გავაგრძელებ მერე და მე არ ვიცი, მაგ კირგეტი. აზბეგიდან ზემოთ გადმოვხვია უკვე აქეთ. საღოლწმო. აი საღო. რაგას არის ხია ტიპი. კიდევ ერთხელ ვიტყურო, წარმოდგენა ამოცნები როგორ გამოიყურება და იმას დავამატებ, რომ საერთოდ არ ვიყავი დარწმუნებული, რომ ამოვახცებია ხოლმე, მაგრამ ამოვახციე. აუ. ნუ ამის მე ჩახცევა არის რა თქმა უნდა. მაგრამ ამოვახციე, მაგარი. არ ვიცოდი ამოვახცეთ. მართლა არ არის გადასარევი გზა აქეთ რა, განსაკუთრებით ბოლოსკენ. რაღაცა ერთი გვირაბი არის საშინელება, შუაში გზებზე მოხვეულებზე. რაღაც იმენა ტრაილერების გაფუჭებული საშინელება გზები არის ზოგი. გამარჯობა. არასწორად ვარ ალბათ მოსული. გერგეტისკენ გზა აქედან არ არის, ხო? აი ეს გადიდა პირდაპირ გახედით. მოტოთი გავალ წესით. კი, მადლობა.
ავამი, გერგეტისკენ ესე უნდა ავიდე? მადლობა. ცოტა მეტი სიგრილი გაასწორებდა, მაგრამ კაია.